სანამ ამ ვიდეოს მოიწონებ, ერთი წამით დაფიქრდი, იქნებ შენზე ვსაუბრობ. მოდი პირდაპირ ვიტყვი. მე აქ პოპულარობის მოსაპოვებლად არ ვარ. არც ფულის საშოვნელად. უბრალოდ მიყვარს სიმართლე და ადამიანები. როცა სოციალურ ქსელში შედიხარ, გეგონება ერთი და იმავე მოდელის მანეკენების საწყობში მოხვდი. ნამდვილი ვიზუალური ქსეროქსია. ყველა ქალი ერთმანეთს გავს. მათ დაკარგეს საკუთარი სახე და ახლა სხვის ხელწერას აპიარებენ. მათთვის სხეული მხოლოდ სარეკლამო ბანერია, სადაც მთავარია ყველაფერი იდეალურად პრიალებდეს. ასეთ ხალხს მინდა მიუმართო. ჩემი არსებობა ხომ არ დაგავიწყდათ და ის ნიჭი რაც მაქვს. მე რასაკვირველია ხვდები ვის რა აქვს შეცვლილი, გარეგნულად. არანაკლებ სასაცილოა მორალის პიარი. მიმართულება სადაც პიარი კაციშვილობაზე გადის. კაციშვილობა რასაკვირველია ბრჭყალებში. ზოგი ისე აპიარებს თავის პატიოსნებას, გეგონება სინდისის საკონტროლო პაკეტი ხელში კონდეს და მალულად არ ჩადიოდეს იმას, რაც ხშირ შემთხვევაში ამორალურიც კი არის. ზოგი გვარიშვილობით იწონებს თავს, ზოგი კი იმ სხვა შვილობით, ქალების ხაში რომ პოპულარულია. ეს ყველაფერი გენეტიკური კოდის ბრალი არ არის. ეს არის პირადი არჩევანის დამსახურება. ჩემი ერთ-ერთი ნიჭი სწორედ ისაა, რომ ამ ჭყალებში კაციშვილობის მიღმა ხშირად მხოლოდ სარიელ ამბიციებს ხედავ, ხოლო იმ უმანკო მზერის უკან კარგად გათვლილ PR სტრატეგიას. აპიარებენ სინდის, მაგრამ სინდის იქ მთავრდება, სადაც კამერის ობიექტივი ითიშება. ყველაზე მეტად კი იმ ბრჭყალებში განათლებულებზე მეცინება სხვისი ციტატებით, რომ იმყარებენ თავიანთ სტატუსს. აიღებენ რომელიმე გენიოსის ნაზრებს, დააკოპირებენ და ისე მოირგებენ, თითქოს მათი პირადი საკუთრება იყოს. მერე რა რომ დოსტოევსკი მან შოთა რუსთაველმა დაწერა. მან თავისი ტკივილი დაწერა, შენ რა დაწერე? შენ მხოლოდ აკოპირებ და იმეორებ როგორც ნამდვილი ასლი. ასეთი ხალხი სხვისი ჭკუით ასესხები ავტორიტეტით ცხოვრობს. სხვის ბაღში მოპარული ყვავილებით საკუთარ ეზოს ილამაზებს და გონია რომ ამ კარმიდამოს მებაღეა. სხვისი აზრებით ცხოვრება, სხვისი ნახმარი ტანსაცმლის ჩაცმას გავს. არც გიხდება და არც შენი ზომა. ყველაზე დიდი პიარი დღეს სწორედ ისაა, რომ დარჩენ ნამდვილ ადამიანად, შენი საკუთარი სიტყვებით, შენი საკუთარი სახით და შენი ჭყალებში ნაკლიანი ორიგინალურობით. ამ ქაუში ვარ მე, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავისი 4 ზებუნებრივი ნიჭით ამ ყველაფერს მარტივად ვამჩნევ და ვასაჯაროვებ. ვასაჯაროებ არა იმიტომ, რომ ზულხართ ასეთი ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ პირიქით თქვენი წარმატება მინდა და გამიხარდება კიდევაც. რჩევა მექნება, ჯობს იყო ერთი ნამდვილი მე, ვიდრე 1000 იდეალურად აპროგრამებული ასლი. იმიტომ რომ ასლს ყოველთვის აქვს ვადა, ნამდვილობა კი დროს უძლებს. ღმერთს სწორედ ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ, ცოდვილი, შემცდარი, სხვანაირი, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი. ნუ გონიათ ამ ნიღმებით ვინმეს მოატყუებთ. სამყაროს ვერ მოატყუებ. ის ყოველთვის გიბრუნებს იმ ენერგიას, რასაც რეალურად ატარებ და არა იმას, რასაც სტორიში პოსტავ. ნამდვილი ძალა არა სხვისი მოწონების დევნაში, არამედ სიმართლეშია. როცა წყვეთ თამაშს და იწყებ ცხოვრებას, წარმატებაც და კეთილდღეობაც თავისით მოდის. გახსოვდეს, შენი ნაკლი, შენი ყველაზე დიდი იარაღია, რადგან ის გხდის ორიგინალს ამ გაცვეთილი ასლების სამყაროში. ნუ დაემსგავსები სხვას, იყავი ის, ვინც ხარ რეალურად და წარმატება თავისით მოვა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.